მოგესალმებით დადგა სამშაბათი საღამოს 8:30 მე გახლავართ გიორგი დარასელია. მინდა აუცილებლად მოვიკითხო განსას საშინაყოფი ადამიანი. ისეთი რაღაცა თქო. გამეღიმა განსას აუცილებლად მინდა უცხოეთში ყოფილი ქართველები მოვიკითხო და პატიმრებს განსაკუთრებით მოვიკითხო დიდი სიყვარული და პატივისცემით მართლა ჩემგან და გაძლებას უსურვებ რაც თავარი ამ ადამიანებს რაღაც სანუგეშთანიან ჩენდა და მოზე კითხები რომ როგორ ავირიდოთ მეთქი განსაცდელი შეიძლება ეს კითხო მეთქი უცბად თქო და როგორ უნდა ავირიდოთ თუ რას ვერ ავირიდოთ და მაინტერესებს მამა გიორგი ვაშალომიძე ყავს რომელსაც სულ ველოდები ხოლმე იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან დასაფასებელი სტუმარი ხართ მამაო და ძალიან უყვარხართ სმენელს მამაო და მაყურებელს ჩვენსაც და თუ შეიძლება მამაო როგორ უნდა აირიდოს ადამიანმა განსაცდელი აი ის განსაცდელი რაც აი წარმოიდგინეთ როგორც ჯვარცმა ისე გველის ჩვენ ცხოვრებაში აუცილებლად და თან გარდაუვალია. თუ შეიძლება ამის არიდება და დატება. დიახ, მოგესალმებით. დიდი სიყვარული და პატივისცემით მეც სულ ესე იგი სიხარულით მოვდივარ ხოლმე თქვენთან და ძალიან დიდი პატივს და აი ხართ იცოცხლეთ და ძალიან დიდი ასევე პატივი და პასუხისგებლობაც არის თქვენი აუდიტორიის წინაშე წარდგენა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ამ გადაცემას ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს და ყველას მინდა დაგლოცოთ ყველანი ღმერთმა გაგახაროთ აი დიდ მარხვის ფაქტობრივად გადავიდა უკვე შუამარხვას გავცდით და ნელ-ნელა უახლოვდებით ნებიშვიდეულსა და აღდგომას და ამ ჭრილში თუნდაც დღევანდელი თემატიკის განხილვა უპრიანია, იმიტომ რომ განსაცდელი სხვათა შორის თვითონ ეს სიტყვა ქართული სიტყვა ძალიან საინტერესოა განსაცდელი, ანუ ცდა აქედან იღებს განცდა და ცდა, ანუ გამოცდა, ანუ განსაცდელი ერთი მხრივ შეიცავს მწუხარებას და მეორე მხრივ შეიცავს გამოცდას, ანუ ღმერთი ცდის ადამიანს თუ და რეალურად განსაცდელში ვლინდება ხოლმე ადამიანის ჭეშმარიტი ადამიანობა, ანუ ვინ როგორი ქრისტიანია ის, აი განსაცდელში ვლინდება სწორედ ვინაიდან თუ ახლა რა თქმა უნდა ადამიანი კარგად არის ყოფითი გაგებით თუნდაც და ის არ არის ხოლმე თქვა მწუხარე აი როდესაც განსაცდელში არის ხოლმე აი ავლენს ხოლმე საკუთარ თავს და ეს აი თქვენ კითხოს რაც შეეხება რომ როგორ ავიდროთ განსაცდელი თავის თავში აქ შეიცავს სასჯელსაც ანუ შეიძლება ადამიანი ირიჯებოდეს და ეს სასჯელი ერთი მხრივ იყოს განსაცდელის და მეორე მხრივ სასჯელის ან იყოს განსაცდელი რომელიც თავის თავში სასჯელსაც მოიცავს რას გულისხმობთ შეიძლება ადამიანი რაღაცას არ იმსახურებდეს და მას მაინც რაღაც დაემართოს ზოგადად ქრისტიანის ცხოვრება არ არსებობს განსაცდელის გარეშე ჩვენ ვერც ერთი წმინდანის ცხოვრებას ვერ ვნახავთ რომელთაც ასე ვთქვათ ყოფითი გაგებით იავარდებით რომ იტყვიან მოფენილი ქონდა ცხოვრება ყველა რაღაც გარკვეულ ჯვარს ატარებდა დღესაც ჩვენ ხედავთ აი ხშირად ისმის კიდეც ეს კითხვა რომ აი ვიღაც ეკლესიაში დადის და აი რატომ აქვს სასაფლაო განსაცდელი და ვიღაც თქვას ეკლესიის გარეთ ცხოვრობს თავისი ცხოვრებით და მას თქვა ნაკლები განსაცდელი აქვს ან რაღაცა თუნდაც სულ არ აქვს განსაცდელი და რატომ ხდება და მე თქვა ისმის კითხვა რომ თუ კი ღმერთი სამართლიანია რატო უშვებს ამას თქვა თავისი მორწმუნის მიმართ და რატო უშვებს იმას ურწმუნოს მიმართ იცით აი ერთი რამ არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ამ ქვეყანაზე არსებობს კითხვები რომელსაც ადამიანი პასუხს ესე პირდაპირ ვერასდროს ვერ გასცემს მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს ყოველ კითხვაზე არსებობს პასუხები. ოღონდ ეს პასუხები ხშირად იცის ღმერთმა მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენ ადამიანები შეფასებას ვაკეთებთ მხოლოდ იმით, რასაც ვხედავთ. ან რასაც განვიცით ამ ხედველობიდან გამომდინარე. მაგრამ ძალიან ბევრი რამ არსებობს ისეთი, რასაც ვერ ვხედავთ. აი მაგალითად აი ყოფითი მაგალითი რომ მოვიყვანოთ მაგალითად როცა ბავშვი ავად ხდება ხოლმე მას წამალს ვაძლევთ არა ეს წამალი მწარია მისთვის ან თქვა ნემსი დაუნიშნავთ თქვა ექიმა და ნემსის გაკეთება ხდება საჭირო და მწარია ის წამალი რომელიც ნემსით შედის ბავშვი ტირის მას არ უნდა საშინად ამის გაკეთება მაგრამ ჩვენ ამას უკეთებთ რატომ იმიტომ ხო არა რომ ამ ბავშვის ტირილი ან ტკივილი გვიხარია არა იმიტომ რომ ვიცით რომ მას მის ამ ტკივილს განკურნება მოყვება ამ ბავშვს არ ესმის ეს
მაგრამ როცა იკურნება მე უკვე გზობს ამას რა დაახლოებით ასეა რომ ადამიანი ხშირად ვერ ხვდება რომ განსასწრელი რომელიც მოდის მასზე და ის ფიქრობს რომ ან ვიღაც სხვაზე და ფიქრობს რომ ეს დაუმსახურებელია ეს მას არ დაუმსახურებია მაგრამ კიდევ ერთხელ ეს არის ადამიანური ყოფითი გაგება და მთავარი არის აი ეს საფრთხე გაგება რომ რწმენა რა არის აი აქ ვლინდება სწორედ ჩვენი რწმენა არის რა რომ ღმერთო მე ვიცი ერთი რა რომ შენ არასოდეს ცუდი არ გინდა ადამიანისთვის ეს მართლაც ასეა არასოდეს ღმერთს ადამიანისთვის ცუდი არ სურს არავინ ისე არ უყვარს როგორც ღმერთს ადამიანი როგორ შეიძლება რომ ღმერთმა რომელმაც თავად შექმნა ადამიანი და ესე იგი ყველა დედას რომ შვილი უყვარს 1000 გზის უფრო ამაზე დიდია სიყვარული რომელიც ღმერთს აკავშირებს თავის ქმნილებ ადამიანთან როგორ შეიძლება ყოვლად მოწყალე და სიყვარულით ახსავსე ღმერთს ვინმესთვის და მით უმეტეს ადამიანისთვის რომელიც მის ხატად და მსგავსად არის შექმნილი ცუდი სურდეს ხო ეს უბრალოდ ეს რწმენაა მთავარი რომ ყოვლად მოწყალე ღმერთს არ შეიძლება რომ ადამიანს ცუდი სურდეს თუ კი ვიღაცას რაღაცა ცუდი აქვს თქვა ამ ცხოვრებაში მას ამის უნდა სწამდეს რომ აი ღმერთო მე მწამს რომ შენ ჩემთვის ცუდი არ გინდა და მე ვენდობი შენ სიყვარულს ეს არის რწმენა არის სწორედ რა რწმენის ფორმულირება შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ რომ მე არ მესმის მაგრამ ჯერა რომ ასეა თუ კი შენ რაღაცა გესმის და გჯერა ეს რწმენა არ არის ეს ცოდნაა უკვე უბრალოდ შენ იცი რომ ეს ასეა რაღაცას ჩაწვდით მამა დიახ ამიტომ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რომ რწმენა სწორედ ეს არის მე ღმერთო ვიცი რომ შენ ყოველი სიკეთის წყარო ხარ და შენ არასოდეს ჩემთვის ცუდი არ გინდა დიახ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქ არის მეორე გზა ორი გზა არის სულ თუ კი განსასწრებში ჩავარდნილ ადამიანი ერთი მხარეა ეს რა ჩვენ ვთქვით მეორეა თუ კი ამ კითხვას დასვამს და თავადვე ცდილობს პასუხი გასცეს ის უეჭველი შევაჭიხში. ხო, იმიტომ რომ მაშინ ღმერთი უსამართლო გამოვა მისი თვალთახედვით. ანუ თუ კი ეს ყველაფერი დადის მხოლოდ ადამიანურ ცნობელობამდე და გონებამდე უეჭველად მაშინ ღმერთი უსამართლო გამოდის. მაშინ თქვა რატომ ვიღიბადება ვიღაცა ხეიბრად რა დააშავა ბავშვმა რომელიც ავად არის რა დააშავა ახალგაზრდამ რომელიც ნაადრევად გავიდა წესობლიდან რა დააშავა ვიღაცა თქვა გოგონამ რომელიც მთელი ცხოვრება იტანჯება არაფერი და ასე შემდეგ და ასე ესეთი უამრავი მაგალითი უამრავზე და თუ კი ადამიანი ამას ამ კითხვებზე პასუხს ყოფითი გაგებით შეესწება მაშინ ის უეჭველად მივა დასკვნელს რომ ღმერთი უსამართლოა და თუ კი ის ამას იფიქრებს ღმერთი უსამართლოა მაშინ ის უმალვე განდგება ღვთისგან და უეჭველი მიდის სასოწარკვეთილებამდე რა თქმა უნდა უიმედობამდე მიდის ბოლოს ჩიხში და ეს უნდა აი სწორი ბრძანდებით აბსოლუტურად ეს უნდა სწორედ ბოლოს ვინაიდან უიმედობიდან უბსკულამდე ერთი ნაბიჯია ამიტომ ყველაზე მთავარი აი ის კითხვა რითიც თქვენ დაიწყო როგორ ავირიდოთ განსაცდელი მე ასე ვთქვათ ასეთ ფორმულირებას გავუკეთებდი ამ კითხვას როგორ შევხვდეთ ჩვენ განსაცდელს იმიტომ რომ განსაცდელი გარდაუვალია რაც არ უნდა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მორწმუნეობითი ცხოვრება არ ნიშნავს მაინცსა და მაინც ყოფით მატერიალურ კარგად ყოფნას ხშირად ამას უკავშირებენ ხოლმე თქვა ამობენ რომ აი მე ხო აი დაახლოებით მეზვერის და ფარისევლის თქვათ ესე იგი მდგომარეობა გახსოვთ თქვენ ხო როდესაც მეზვერი ამობს რომ აი ღმერთო მე ამდენ წირავ ამას ვაკეთებ თქვათ მე 1000 წირავ შენ და არა ვარ თუნდაც როგორც ეს თქვათ მეზვერე ფარისევლის სიტყვებია რა და მეზვერე ამ დროს ბრძანებს რომ ამბობს რომ ღმერთო მილხინე მეწოდულს ამას და ბრძანებს მას ხوارი რომ მეზვერე უფრო გამართლებული გამოვიდა იქიდან ვიდრე ფარისეველი. აი ეს არის ისეთ ყველაზე მთავარი რომ განსაცდელს როგორ შევხვდებით ჩვენ თითქმის კიდევ ერთხელ ვამბობ თითქმის ყოველ წუთას ყოველ ფეხის ნაბიჯია ეს ჩასაფრებული ძალიან აი ისეთი ძალიან ბევრი თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი პრობლემაა ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ადამიანებს აი ჩვენი ქვეყანა ვიყოთ თუნდაც არა ძალიან ბევრი როგორც პიროვნულ ცხოვრებაში ისე ზოგადად თუნდაც საერო ცხოვრებაში და ქვეყნის მასშტაბით და ზოგადად გლობალური მასშტაბით და ქრისტიანობა საინტერესო არის ეს ფორმულირება რომ ქრისტიანობა წვდისოფელს უპირისპირდება არ ეგუება მას აი ეს ფორმულირება თავად მაცხოვარმა შემოიტანა რა სახარებაში როცა ამბობს რომ მე ვძულ ვარ ის არ სოფელსო ანუ ის არ ამბობს რომ მე უყვარ ვარ სოფელს ამბობს მე ვძულ ვარ სოფელს და შესაბამისად ჩემი მიმდევრები ძულ სოფელს რატომ ძულ სოფელს სოფელს გულისხმობ სოფელს რომლის სახსრადაც განკაცდა მაცხოვარი რატომ უნდა ზულდეს მისი დამხსნელი სწორედ ამიტომ რომ სოფელი დაფუძნებულია ადამიანთა მიერ
წარმავალღირებულებებზე, ცოდვაზე და სადაც წარმავლობა და ცოდვა რა თქმა უნდა კი ბატონო აი ეს ყოფიძე მატერიალურზე ანუ გეუბნება რომ აი თანამედროვე ასპექტში თუ გადმოვიტანთ აი რა როგორ იგრძნობა დღეს მაგალითად თუ კი ადრე იყო კერტაყვანისმცემლობა გამოხატული რა ხბოსთავით და მაგალითად ხარის თავის ქალით თუ ასე შემდეგ თუ არმაზის კერპით მაგალითად ხედაში დღეს ეს გადატანილია ცოტა სხვა კუთხე ანუ კერტაყვანისმცემლობა დღეს რა არის ზოგადად კერტაყვანისმცემლობის ცოდვა როცა შენ ღმერთზე წინ აყენებ ვიღაცასთან რაღაცას და დამოკიდებული ხარ მასზე. მაგალითად დღეს იმდენად განვითარდა მატერიალური სამყარო, გულისხმობ ცივილიზაციას და ტექნოლოგიურ განვითარებას, რომ ადამიანი გახდა დაყრდნობილი ტექნოლოგიებზე. მას არ შეუძლია მაგალითად გაზლოს რაღაც გარკვეული ტექნოლოგიების გარეშე და დამოკიდებული ხდება მასზე და თუ კი მან ამ დამოკიდებულებას ზღვარი არ დაუდო, ის უცბად ის ხდება იგივე კერპთაყვანისმცემელი. ოღონდ თუ კი ადრე მაგალითად ხბოს კერპს, ანუ ეხა ესე გამოხატულა და ის არ ამბობს რომ მე თაყვანს ვსემ თქვა რაღაც მატერიას, მაგრამ მეორე მხრივ ამაზეა დამოკიდებული. რაზეც ხარ შენ დამოკიდებული, კი ბატონო, რაც შენთვის ღირებულია, რაც შენ თქვათ აი განიჭებს სიამოვნებას ამ პირუკუებს, ამაზე ხარ სწორედ დამოკიდებული. აი მაცხოვარი ამბობს სახარებაში რომ სადაც არის საუნჯე თქვენი, უნდა იყოს გულნი თქვენი, ანუ შენთვის საუნჯესა და შენთვის საუნჯე რა არის? ანუ შენთვის ძვირფასი რაც არის. თუ კი ეს სიძვირფასე შენთვის არის მატერიალურობა და ყოფითობა, მაშინ შენი გულის იქარი. და თუ კი შენთვის არამატერიალიზმი, არაყოფითობა არის მთავარი და ის ქრისტიანული ღირებულებაა, მაშინ შენი გული იქ არის. ანუ ეს რა თქმა უნდა ეს არ გამორიცხავს იმას რომ მაგალითად ადამიანი რომელიც ამ ქვეყანაზე ცხოვრობს, ამ ქვეყნეურზე არ იზრუნოს. რა თქმა უნდა ამაზე ხარ არის საუბარი პირუკუ. ხო აი აცნებაში როგორ წერია 6 დღეს იქმნოდათ და ქმენ ყოველივე საქმენი შენი. დღე იგი მეშვიდე შაბათი არის უფლისაღწევ, ანუ 6 დღე აკეთე შენ ამას, მაგრამ აქ რაზეა საუბარი რომ როგორც მაცხოვარი ამბობს სახარებაში რომ უპირველესად ეძიებით სასუფეველს ღვთისასა ესე ყოველი, ანუ ეს ყოფით მატერიალი შეგეძინო თქვენ. როცა ადამიანი პირველ ადგილას ამას აყენებს და შემდგომ რა თქმა უნდა ამ ყოფით მატერიალზე ზრუნავს, მაშინ მას ღმერთი ყველაფერს ულაგებს. მაშინ მას ღმერთი ეწევა და ისეთ სიტუაციებში და ისეთ გარემოებებში ეწევა, რომ ადამიანები ვერასდროს ვერ იფიქრებს თუ იქ რაღაცა გამოსავალი არსებობს. მაგრამ როცა პირიქუ ხდება და ადამიანისთვის ციტაი როცა ადამიანი აი მრევლშიც ხდება სამწუხაროდ ეს რაღაც გარკვეული ხანი როცა მიდიან ხოლმე ტაძრიდან იმდენად ეფლობიან ამ წესობრივ საზრუნავებში რომ უკვე მათთვის ღირებული არის მხოლოდ ის ვთქვათ რაც ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საყიდელი, ხელფასი ვთქვათ და ასე შემდეგ და რაც უფრო მეტად არიან დაშორებულები ტაძარს მით უფრო მეტად ხდებიან აი როგორც ცუდი შედარება, მაგრამ ადამიანი რო ჭაობში ვარდება, რაც უფრო ვთქვათ მოძრაობს, უფრო და უფრო ეფლობა, ხო? და სანამ ის ვიღაცა არ ამოიყვანს მას იქედან შეიძლება ვთქვათ ფატალურადაც დამთავრდეს არა მის ცხოვრება და დაახლოებით ასე რომ ადამიანმა უნდა საკუთარი თავი ამოიყვანოს ამ ჭაობიდან. იმ კუთხით რომ უნდა მიხვდეს ის რომ რაც არ უნდა იზრუნოს ამ ყველაფერზე, ეს ყველაფერი წარმავალია. აი სხვათა შორის და ამით დავასრულებ ამ კითხვაზე პასუხს რომ ყველაფერს ამას უდებს ზღვარს გარდაცვალება. შენ ერთი გეუბნება, რაც არ უნდა იზრუნო, რაც არ უნდა აკეთო, რაც არ უნდა იფაციფუცო ასე შემდეგ. ერთ დღეს დამთავრდება ყველაფერი და ეს დღე შეიძლება დადგეს დღეს, სხვა 1 საათის შემდეგ, 1 წამის შემდეგ, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. ძალიან დიდი მადლობა მამო ესეთი ლამაზი და ამომწურავი პასუხისათვის და თუ შეიძლება მამო როგორ უნდა მივხვდეთ ადამიანები როცა ჭაობში ვართ იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანი ჭაობში რო იხჩობა ვეხვდება და აი ამ სიამკბილობას არის ამ ქვეყნიურს მიცემული და ყველაზე ცუდი რაც ხდება რომ მე მოიწყინა ადამიანმა მამო და მატერიალური და რაღაცა ის ძვირფასი მას უფრო წინა აქვს წამოწეული და ამიტომ სულიერად არის გამოფიტული და იწყეს მე ადამიანი. ხო ხედავთ მამო ადამიანები რო რა დღეში არიან რომ ძალიან ცუდ დღეში არიან მაგხრი. თუ შეიძლება მამო აი როგორ უნდა დავაყენოთ სულიერი წინ და აი რას გვირჩევთ იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აქედან დაღწევა ესე რომ ეხა თქვენ უთხრათ ერთი გადაცემი და ვიღაცა ამოვიდეს 20 წელი რომ მაგას აკეთებს გამორიცხული. ეგ არის მხოლოდ სასწაული რომელიც ძალიან იშვიათად ხდება. აი რეალურად როგორ უნდა გააკეთოს ისე მამაო რომ ამ ყველაფერმა აი შეიძინოს მეორე ადგილი და პირველ ადგილზე დააყენოს ღმერთი და ღმერთს რაც ესათნოება და უხარია ის
კი ბატონო. ძალიან რთულია მამო დამეთანხმებით. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ მეორე საკითხი არის ის, რომ ეს არის ერთადერთი გზა. ქრისტიანობა ნიშნავს ცვალებადობას. ადამიანი უნდა შეიცვალოს. ის მუდმივ უნდა ცდილობდეს, რომ გახდეს უკეთესი ხვალ, ვიდრე არის დღეს. გახდეს უკეთესი ზეგ, ვიდრე იქნება ხვალ. ეს რა თქმა უნდა ძალიან ძნელი პროცესია, მაგრამ ამის გარეთ რომ ჩვენ სამწუხაროდ ხედავთ აი თქვენს მართალი ბრძანდებით ადამიანებს ხედავთ რომლებიც წლების განმავლობაში დადიან ტაძარში თუნდაც მეტი ზოგი უშუალოდ მონაწილეობს ღვთისმსახურებაში, მაგრამ ადამიანები არ იცვლებიან და ეს ძალიან რთულია, მაგრამ ამავდროულად შესაძლებელია. გამორიცხულია რომ ადამიანმა აი ღმერთი ბრძოლასაც კი იწირავს. აი ჩვენ ვეუბნებით ხოლმე სულ მრევლს რომ თავარი აი ხანდახან უთქვამს, ხანდახან კი რამდენჯერ უთქვამს მრევლს მამო აი რამდენჯერ ერთ იგივეს გეუბნებით სულ ახსარებაში თქო ერთ იგივეს და ჩვენ მას ვეუბნებით რომ არა უშავს, თავარია შენ არ შეეგუა ამას. თავარია შენ შემრიგებლობა, შენ არ თქვა რომ აი მაინც ვერ ვასწორებ ამას და მოდი ასე დავტოვოთ ეს. აი ამას თუ იტყვი ეს ეგეში მოკვა დაგამარცხა. მუდმივად უნდა ცდილობდე რომ გააუმჯობესო თქვათ ეს. კიდევ ერთხელ მომე ძალიან რთულია. თანაც აი ჩვენ გარემოება ხშირად როგორ არის თო ადამიანი მოდის და ამბობს რომ მე თქვათ ეს გარემო მქონდა თქვათ სამსახურში ან სასწავლებელში ან ოჯახში ან და მე იმიტომ მოვიქეცი ასე. თქვათ და რა თქმა უნდა სწორედ გარემოება ავლენს ჩვენ როგორი ადამიანები ვართ. როცა ადამიანი მაგალითად პრაგმატულად რომ მოვიყვანოთ რა ერთ-ერთი მაგალითი. თუ კი შენ ვიღაცა მაგალითად გაგაბრაზა თქვათ. შენ მას ბრაზით მიუგებ თუ არა, არ გამოჩნდება როგორი ქრისტიანი ხარ თქვათ არა? თორე ეხლა თუ ბრაზით მიუგე შენს ან დაიმახსოვრე წენა გულში ჩაიდას, მაშინ რა განსხვავებაა შესაძლოა იმას შორის, ხო? სწორედ აქ ჩანს, ასეთ დეტალებში ჩანს ჩვენ როგორი ქრისტიანები ვართ. თქვათ ვიღაცებს ლანძღავენ თქვათ. შენ თანაზიერი გახდები ამ ლანძღვის თუ არ გახდები, აი აქ გამოჩნდება შენ როგორი ქრისტიანი ხარ თქვათ, ხო? თორე ეხლა ყველას თუ აქებს მაშინ ადამიანი რაღაც გიჟი უნდა იყოს რომ თვითონ ლანძღვა დაიწყოს, ხო? სწორედ გარემოებაში იქმნება და იბადება და ვლინდება უბრალოდ ადამიანის ქრისტიანული ქმედება და ქრისტიანული საქციელი. ძალიან მაგარი საკითხს მიადექით მამაო, რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ ბევრი ვართ ქრისტიანები ესე, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება და აი ღმერთი რომ მოგთხოვს, აქ აი კონკრეტულობას რომ მაგალითად აი აქ ესე უნდა მოიქცე. აქ უკვე არ ვართ. აი ეკლესიაში ყველა ქრისტიანია რაღაცა, მაგრამ აი გარკვეული მომენტი როცა არის ადამიანისა და თავგანწირვა, ვიღაცის დაცვა, გადაფარება, ასე შემდეგ, იქ ძალიან ათასში ერთს უმართლებს მამაო, რომ იქაც იყოს ქრისტიანი. აი ამ შემთხვევაში მამაო, აი რა უნდა დავინახოთ ამ ჩვენი მარცხით, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი ღმერთი გაგვიყიდია ორ კაპიკში რა. აი მე თვითონაც მიგზნია ხოლმე, რომ აი ჩემ თვალწინ აი ღმერთს ჩაუვლია და მე ვერ დამინახავს რა. ჩემი გულგრილობით, ან უყურადღებობით, ან აი ადამიანებისა და ხა ხშირად ხდება ხოლმე რაღაცა თვითონ რაღაცა ყურადღებას ამას ვიჩევ, მაგრამ ვიღაცებს ხო მაინც აწყენინებ, ხო? რაღაცა შენი კონკრეტული საკითხი რომ მიდგება, რაღაცის გამო შეიძლება არ დათმო და ეგრეც არის ხოლმე, არ თმობ, საქმეზე რომ მიდგება, მატერიალურზე ან რაღაცა, ხო? იქ ღმერთს გაწევ, შეასრულებ ხუთიანზე და მე ისე ღმერთ თუ შაბათ-კვირას ისე მოვწევ, რომ აი წირვაზე მაგარი მორწმუნე ვარ ისე. აი აქ მამაო როგორ ხდება? აი ზოგადად ამას საუბრობთ რომ ეკლესიურობა ნიშნავს შინაგან ფერისვალებას ადამიანისას. ესაა ყველაზე მთავარი. ღმერთი ჩვენგან ითხოვს ამას. ღმერთი არ ითხოვს ჩვენგან 10 და 20 სანთლის დანთებას, ან თქვათ რაღაცა ანუ ეს იმას კენშას რომ ადამიანმა სანთელი არ უნდა დაანთოს თავის თვალცხადია. ეს გარე, როდესაც ეს გარეგანი შინაგანდება, როგორც ერთ-ერთი საეკლესიო მოძღვარი ბრძანებს, აი მაშინ ხდება ქრისტიანობა ხელშესახები და რეალური. როცა შენ ხვდები რომ რაღაცა რაც შენთვის ადრე ღირებული იყო, დღეს ღირებულებას არ წარმოადგენს და ღირებულება შენთვის სხვა რამ არის, აი მაშინ ხდება ქრისტიანობა შენთვის ახლობელი. როცა ადამიანი ხვდება რომ თავარი არის შინაგანი, ანუ ეს გარეგნულობა, იმიტომ ხდება წირვალოცვაზე რატო ვესწრები მე? წირვალოცვაზე ვესწრები, იმიტომ რომ მე შევიცვალო. თუ კი მე არ შევიცვლები, მაშინ რა აზრი აქვს ჩემს წირვალოცვას დასწრებას? მაშინ წირვალოცვას და თქო ზოგადად მსახურებას ფარისევლების ესწრებოდნენ, რომელთაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს. ეს იმას კი არნიშნავს, რომ ადამიანის წირვას უნდა დაესწრო, წირვა აღმატებული მსახურება თავისთავად ცხადია. მაგრამ შენ ეს წირვის მადლმოსილება უნდა გამოიყენო შენი ცხოვრების ცვლილებისათვის. და თუ კი ეს ასე არ მოხდება, მაშინ შენ გექნება ორი ცხოვრება რეალურად.
ერთი, ანუ ფაქტობრივად იქნება გახლეშილობა. ორი ადამიანი იქნება, ერთი ეკლესიაში ვინც ხარ და მეორე ეკლესიის გარეთ. ანუ შენ ფაქტობრივად ყოფა თითქოს ღმერთი არ იყოს ტაძრის გარეთ და ღმერთი მხოლოდ ტაძარში იყოს. სამწუხაროდ ჩვენ მე ტაძარში ვლინდება ხშირად, აი ადამიანს თუნდაც დგომაშიც კი ვლინდება ის როგორი ქრისტიანია და როგორი იქცევა და რასაკეთებს თუნდაც წირვადა დგომისას რასეულება მეორე, ანუ შეუძლია ადამიანს ისე გალანზღოს შვაწირვისას, ევქარისტიული კანონის შესრულებისას, აი ეს ანგელოზური ღვთაებრივი მსახურებისას ისე გალანზღოს მეორე ადამიანი, რომ ასკი დაფიქრდეს, ამაზე სად დგას. ანუ მისთვის ეს არის მხოლოდ ტიტული, ქრისტიანობა თითქოს ტიტულია მხოლოდ და ეს არის აი ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს რომ ადამიანმა იცოდეს რომ ქრისტიანი რას თიშდავს რომ შენ იყო ქრისტიანი რომ რო თქვა რომ აი ქრისტიანი ვარ და სადღეგრძელოში ვად ეკლესია მოიხსენიო თქვათ დიდებულად და ამ დროს შენი ცხოვრება აბსოლუტურად დაშორებული იყოს ამ ღირებულებებს და პირიქით დაპირისპირებული იყოს ამ ღირებულებებს ეს ანუ ციტაი ეს ორმაგი სტანდარტი რომ აი მე ეკლესიური ვარ მაგრამ ამა ასე აქეთ ასე თქვათ მე ეკლესიური ვარ მაგრამ ამას თქვათ შური რო არ ვიზივარ შეიძლება მე ეკლესიური ვარ ეს რო არ გავლანძღო როგორ შეიძლება მე ეკლესიური ვარ მაგრამ თქვათ შური რო არ ვიზიო ეს წარმოუდგენელია იმიტომ რომ ანუ ადამიანის საკუთარ თავს განუკუთვნებს ღმერთობას ფაქტობრივად. როცა შენ ამბობ რომ მე უნდა ვიზიო შური უფალო გეუბნება შურისგება ჩემია შენ მიუტევე თქვა. იცით ეს აი მარტო სიტყვებად რო არ დაჩეს ესაა ყველაზე მთავარი. იცით აი სახარებისეული სწავლება ეს არ არის მხოლოდ აი რაღაცა საუბრის თემატიკა ხო? უპირველესი და უმთავრესი არის აი აი რაში ვლინდება ეს არის ხანდახან აი ილიასკუს არ იყოს ყოველ დღეს შენ თავს კითხე აბა მე დღეს ვისაუბრე აი როცა ჩვენ რაღაცა როცა ურთიერთობაში ვართ ხოლმე სამსახურში ვართ ვქოთ უფროსთან მიმართებით ვცდილობთ რომ კარგი გამოვშვიდეთ იქ რაღაცა ადამიანებთან ვართ გარკვეულსაც იქ ვცდილობთ რომ რაღაც ანუ თითქოს ყოველთვის ვცდილობთ რომ ჩვენი დადებითი ვაჩვენოთ და ამ დროს აი ხშირად ადამიანი იცით როგორი რამ ხდება რომ აი თავისთან გატყრობა არ უნდა. თავში ჩახედვა, ანუ თავის გაცნობა არ უნდა. სულ უნდა რომ სხვა ასემდეს პატივს, სხვის თვალში კარი იყოს, მაგრამ თვითონ რეალურად ვინ არის. იმიტომ რომ ღმერთი სწორედ ამ რეალობას ჭრეთ შენში. შენ ვისაც არ უნდა მოაჭრო თავი როგორი ხარ თუ ღვთისმოსავი ხარ თუ არა ღვთისმოსავი ხარ, სიტყვა თქვა, სხვის თვალში. თავარი უფალმა ხო ვიცი შემი, ეს საინტერესებს. ჩვენ რო ღვთისდაშე წარუდგებით, ვერც ჩვენი თანამდებობა გვიხსნის, ვერ ჩვენი პატივი და ვერ ჩვენი რაღაცა ესეთი, რა ვიცი, იერარქიული მაღლა ასე ხო. ჩვენ ღმერთი აი დავით აღმაშენებლის გალობანესიდან უნცანი არის ამის ბრწყინვალე გამოხატულება ადამიანმა ეს თქვენ იცით დაწერა მაშინ როცა უკვე ის დიდები ზენიტში იყო და რასეუბნება უფალს რომ როცა მოვა დრო და ჩემი ჯარი სხვა შეუდგება ჩემს გვირგვინს სხვა დაიხურავს ჩემს კვერცხს სხვა დაიჭერს და მე როცა შენთან შიშველი მოვალ უფალო მაშინ მომიხსენე მე ეს სიტყვები უნდა იყოს ჩვენთვის ფაბულა ვინაიდან ადამიანი რაც უნდა დიდებას მიელტულოს ამ წუთისობაში უცბად დადგება ეს წამი და როცა ყველაფერი იქცევა ერთ დიდ ნაცრად ამავებად და ღვთისწინაშე წარსდგები და რა სადა აი საოცარი სიტყვები წერია მაშინ წესისაგების სახურებაში ხო აი სვალებულს მიმართავს რომ აი სად არიან ეხლა ის სიმდიდრე შენ რო ზრუნავდი სად არის ის ხალხი რომელიც შენ გეგონა რომ შენ გვერდით იდგა სად არის ის ოქრო ვერცხლი რომელზეც შენ ზრუნავდი სად არის ეს ყველაფერი დაჭკნა ეს ყველაფერი იქცა მიწად შენ ეხლა მარტო ხარ ღვთისწინაში ადამიანი მარტო წარსდგება მე რო ღვთისწინაში წარვდგები მარტო ჩემი საქმეები გამყვება იქ სხვა ყველაფერს თუნდაც კიდევ ერთხელ მილიარდელი ვიყო პრეზიდენტი ვიყო ის ვიყო რა ვიცი ვიზგი და ის იყავი ხო ღვთისწინაში წარსდგები აი თა რა არის ბატონო გიორგი აი მე მინდა ამაზე თქვა ერთი ანიშნულო ადამიანი ხშირად ხოლოს აწმყოთი აი არ უნდა მას გახედვა მომავლისკენ არადა ერთადერთი ამ ცხოვრებაში ვერაფერზე ვერ იტყვი რა მოხდება მომავალში ხო ასე ერთადერთ ამაზე იტყვი
რომ გარდაიცვლები. ეს შეუცვლელია, აი გამორიცხულია. ეს შეგვიძლია სხვაზე ვერაფერზე ვერ იყო. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ჩვენი გარდაცვალება უეჭველად აღესრულება. ეს გარდაუვალია. და საოცარი ეს არის, რომ ადამიანი რაც გარდაუვალია, იმაზე ყველას დაკლებს ფიქრობს. და ფიქრობს იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს, ან არ მოხდეს. და რომც მოხდეს, ის უეჭველად განხარვებადია. თუ კი ის ფიქრობს, რომ რაბე შეაგროვებს და ამით ბედნიერი, ეს განხარვებადია. ყველაფერი დასრულდება და ჩვენ ხშირად ვცხოვრობთ აწყოში და ბოროტიც ისე აწყობს ხოლმე ხშირად ადამიანის გარემოს, რომ მან არ იფიქროს ამაზე. იფიქროს მხოლოდ იმაზე, აი ბაცხოვარიასაც ამბობს, ეს სამკუთხედი რა ივჭამო, რა ისვა და რა შევიმოსო. აი ამ სამკუთხედში ტრიალებს ის. და არ ფიქრობს იმაზე, რომ ეს სამკუთხედი ადრე თუ გვიან ჩამოიქცევა და ის დარჩება ამ რა ივჭამო, რა ისვა და რა შევიმოსოს მიღმა. და თუ კი მას მხოლოდ ეს სამკუთხედი აქვს ნაკეთების ხოვრებაში. აღმოჩნდება აბსოლუტურად ჭიშველებს ისეთაში და იგრძნობს ის ამ სიშიშვლეს. და ეს არის ისეთ ყველაზე ამაზე არ ვფიქრობ ჩვენ დღეს და სულ აი თუნდაც დღევანდელ სიტუაციას რო შევეხოთ, ხო აი როგორ აი ამ წუთის სოფელს მართლაც რაც უწოდა ქართულმა კაცმა ბრწყინვალედ რაში ფლანგავს ადამიანი ერთმანეთის ზიზღში, სიძულვილში, გაუტანლობაში, ყველას თავისთავი მართალი გონია, არავის მოსმენა არ უნდა, ყველა გონია რომ თვითონ არის ღმერთამდე მართალი და სხვა ეშმაკამდე დაცემული, ეშმაკის სოდვაში შტაბ და ასე შემდეგ და არა და იცი ცოტა მიღმა რომ დაფიქრდნენ, აი თავის თავს რო ცოტა გავცდეთ ჩვენ და ჩვენი თავი ჩვენ თავს შევხედოთ, ჩვენივე თვალებით, ოღონდ აი წარმოვიდგინოთ თითქოს სხვა აკეთებს ამ ყველაფერს. აი ესე რომ შეხედო საკუთარ თავს, შეიძლება შეგზიზღდეს საკუთარი ცხოვრება. იმიტომ რომ რაში იფლანგება ეს ძვირფასი დრო და ამ დროს შეიძლება არც ერთ ადამიანს ღმერთმა ყველას ჯვარი დაგვწეროს და დიდი სიცოცხლე მისცეს ჩვენს ძვირფას საზოგადოებას, მაგრამ შეიძლება ეს ღამე უკანასკნელი იყოს ჩვენთვის. აი ეს ხო კიდევ ეს რეალობაა, ეს ხო არ არის რაღაცა მითოლოგია ან რაღაცა ზღაპარი ან მითოსი. ხო და მაგრამ იცით აი მეორე მხარე რა არის, რომ რაღაცა ქრისტიანობა ჩვენ იმას კი არ გვეუბნება, რომ ამიშით ვიცხოვროთ, რომ აი მე ხა მოვკვდები ხვალ ან ზეგ და ამიტომ ეს შიში შეიქმს სიყვარულსა, ხო აი რუსთველს რა კარგად აქვს ეს ქრისტიანული მსოფხედვა ჩამოყალიბებული, რომ შენ გიყვარდეს, აი ამას გთხოვ შენ ღმერთი, რომ გიყვარდეს, სიყვარულზეა ყველაფერი აგებული, გიყვარდეს არა მარტო მოყვასი მტერი ყველა გიყვარდეს და შენ იქნები ბედნიერი. იცით ამასაც ერთ-ერთ ძალიან კარგ ადამიანთან ერთად საუბრობ და რა მარტივია, აი უბრალოდ აი გიყვარდეს ადამიანი და ცხოვრება გაგიმარტივდება. ანუ შური, ბოღმა, გაუტანლობა ცხოვრებას ისევ მე მიმზიმებს, განა იმათ ვინც მე მეზიზღება. ჩემს თავს, ესე იგი უხლართავ რაღაც ობობის ქსელს და მე თვითონ ვეხვევი მე ამ ობობის ქსელში. და რაღაცა იქ ყველა კუთხე კუნჭული მგონია, რაღაცა იქ უნდა ჩემი დავამტკიცო, ის როგორ იქცევა, იქ მართალი ვარ, იქ ის თვანია და რაღაცის ხო, აი თითქოს რაღაცას ვამტკიცებ და ამ დროს ბოლოს აღმოჩნდება, რომ ვამტკიცებ იმას, რაც არ არსებობს რეალურად. ანუ რაც არ აღირებულია, რაც შეიძლება ოდნავ მივაქციო რაღაცას, მაგრამ შემდგომ რო იტყვიან თავზე დამახოს ყველაფერი და რისთვის ვბრძოლობ ჩვენ? რატომ ვარ ჩვენ ადამიანი? აი ეს კითხვა ხო უნდა დაუსვათ ჩვენს თავს, არა? ადამიანი რომ შევქნა ღმერთმა ხატად და მსგავსად რატომ შევქნა? რატო ვარ? კარგი, შეიძლება ვთქვათ, აი ათეისტი ვარ და არ მწავს ღმერთი, მაგრამ ის ხომ მწამს და მჯერა ადამიანი ვარ. ესე იგი ადამიანი რომ რაღაცათი ხომ უნდა აღვემატებოდე, თქვათ რაღაცა ადამიანური ღირებულებება ბოდიში და ივან დამასკელს ბრწყინვალე შედარება, რომ ეხა მე რაც მინდა ის ვაკეთო, ასე ცხოველიც იქცევაო, თქვათ, რაც უნდა იმას აკეთებს, თქვათ. მაგრამ ის ცხოველია და ღმერთი ამის გამო მას არ ზჯის და არ დააჯილდოებს. ის კვდება და ხრება მასთან ერთად ყველაფერი. ადამიანი რომელიც უკვდავია, ის ეს რეალობაა. შენ ამას გჯერა თუ არ გჯერა, გწამს თუ არ გწამს, გინდა თუ არ გინდა, ეს რეალობა უცვალებელია. ეს რეალობა არ შეიცვლება. და ამ რეალობის წინაშე ჩვენ ყველა დავდგებით და ყველა ვდგევართ გამორიცხული ადამიანი ის დაფიქრდეს ამ ყველაფერზე და რაღაც გარკვეულ დასკვნებამდე არ მივიდეს. ამიტომ მე აი რაღაცა მინდა მოწოდებათა ჩამითვალ ჩემს თავს, ჩემი თავით ვიწყებ რა თქმა უნდა, რომ უნდა დავფიქრდეთ ჩვენ ამაზე, რომ რად გვიღირს ეს ყველაფერი. რად გვიღირს ის რომ აი ესე გავატაროთ სოფელი და დიდი მადლობა მომისთ ლამესაურისათვის და რის მერე დაფიქრდით, მამო, ეხლა ჩვენ კი საუბრობთ, მაგრამ ვიღაცა ადამიანები ჯერ არიან მესამე კლასში. თქვენ რო საუბრობთ ეხლა იგეთი ტკივილი გაგივლიათ ბევრი ხალატი, ბევრი რაღაცა, ბევრი რამე გაგივლი ბოლოს მდელი ხართ და უკვე გავლილი გაქვთ, ხო, რამდენი რაღაცა და სხვა დაგირიგებიათ იქიდან გისწავლიათ, რა ვიცი თქვენი
ტკივილიდან გისწავლა და ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევაში მამაო როგორ დაიწყოს იმ ადამიანმა, ვისაც არ აქვს ამის სტარტი ჯერ დანაწყები და არის ამაში ხე თქვენ რასაც ამბობთ, ის არის ახალბედა, იმიტომ რომ ადამიანებს მამაო სწორად გამიგეთ, ყველაფერი ხდება ცუდი, რომ ადამიანმა ღმერთი დაგმოს და ყველაფერი კარგი ხდება, რომ ადამიანმა ღმერთი დაივიწყოს და იგივენაირად დაგმობა. აი ყველაფერი მოხდება შენ ცხოვრებაში, რომ ღმერთს აცდე ყველანაირი გზით, იმიტომ რომ ძალიან ვერაგი მტერი გვებძვის. ჩვენ ახლა გვებძვის ისეთი მტერი, რომელმაც ჩვენაირი 10 მილიარდობით დაღუპა აქამდე. ძალიან გააოსო ჯოჯოხით ჩვენაირებით. ახლა და აი ამ ადამიანთან, ამ ვერაგ მტერთან, ხო? არის ძალიან ანუ როგორც აი მარტო ვერ შეებრძოლები ამას რა. ღვთის გარეშე ამას გამორიცხულია ჩვენ. აი თუ შეიძლება მამაო ამას როგორ უნდა ვაჯობოთ ჩვენ რაღაცა იარაღები თუ შეიძლება აი გარდა აი როგორ თავდაბლობა ეს აი რა უნდა მოხდეს რომ აი ამ ყველაფერს გაუძლოს მამაო ადამიანი. აი პირველ რიგში რაც ჩემი ართ ადამიანმა რა უნდა გააკეთოს რომ რაღაც პერიოდი მოწყდეს აი მაგალითად დღის ბოლოს თქვათ. ხო. საღამოს 9-ის ნახევრიდან 9 პირობითად. დიახ. მოწყდეს ყველაფერს. განმარტოვდეს ყველასა და ყველაფრისგან და საკუთარ თავთან დარჩეს მარტო. აი დღევანდელი მსოფლიო ისე აწყობილი, რომ ამის შესაძლებლობას თქოს არაზრს ადამიანს. მუდმივ გადატვირთული რეჟიმი, სახში მიდიხარ ესე დაღლი რომ მე იქ ტელევიზია, ინტერნეტი და მე გეძინება, მე დილას იგივე იწყება და ესე მთელი ცხოვრება ესე გადის. უნდა ფიქრით იწყება ყველაფერი. და ანალიზი უნდა გაკეთდეს. თუ ადამიანი ამას ვერ მიხვდა, ქმედება უკვე ანალიზის შედეგია. თუ ადამიანმა არ გაანალიზა ეს ყველაფერი, ის ვერაფერს ვერ გააკეთებს. თუ გააკეთებს, იქნება ფარისევლობა. თქვა და რამდენი ზგნე ესეთი, ხო, ვითომ რომ. ამიტომ პირველი შეგარი რომ დაფიქრდე შენ რომ აი მე აი დავრჩი თქვა, აი და დავუსვი ჩემთას კითხვა, აი ადამიანი ვარ. რა არის ჩემი ცხოვრება? მარტო ის რომ თქვა, აი თქვა გამოვიკვებო, კარგად ყავდეს ჩემი თქვა ოჯახი და მურჩა თქვათ. მაშინ მე როგორ აი ლოგიკურად მივა ადამიანი იმ დასტონ. მაშინ რა განსხვავება აგერ ცხოველი ფრინველების იგივე ზარაკეთებენ თქვათ. ხო, ისინი ზრუნავენ ამაზე თქვათ. ხო? და ზოგიერთი მცენარე და ცხოველი ჩვენზე მეთხანს ცოცხლობს, ადამიანზე მეთხანს ცოცხლობს. თანაც 100 წლეულობით უფრო დიდხანს ზოგიერთი მცენარე მაგალითად. კედარის ხე მაგალითად. ხო? მაშინ ის ჩემზე ასე ვთქვათ ბედნიერი ყოფილა ამ კუთხით, ხო? ანუ ეს ფიქრი მას ნელ-ნელა მიიყვანს ძიება არის. აი აბოთფლერის ცხოვრებაში არის ძალიან კარგად. მოგეხსენოთ აბო არაბი იყო და როცა ჩამოვიდა საქართველოში ნერსეს გამოყვა, მან დაიწყო ეს ძიება სწორედ. ის დაფიქრდა და ლოგიკურად მივიდა, რომ მისთვის ერთადერთი ღირებულება ქრისტე იყო და ბოლოს ვიცით რომ შეეწირა კიდეც ქრისტეს და მარტვილია და უდიდესი წმინდანია, ხო? გამორიცხული ადამიანი დაფიქრდეს და თუ კი ის სწორად წარმართავს ამ ფიქრს, არ მივიდეს რეალურ დასკვნას. თავის დროზე ცოტა მასშტაბურად რო მიუდგეთ, რატომ მიიღო წარმართულმა სამყარომ ქრისტე უფრო მეტად, ვიდრე იმ ადამიანებმა, რომელთაც ჰქონდათ სწავლება მესის განკაცების შესახებ, მაგრამ მათ ხო ეუბნება პირდაპირ, ხო, მათ ფარისევლნი და უკაცრავად წარმართი წინა გიძღოდიან სასუფეველს სათასაო. რატომ? იმიტომ რომ სწორედ ამიტომ რომ წარმართულმა სამყარომ, რომელთაც ყელში ამოვიდათ ეს მრავალღმერთიანობა და სრული სისულელე, მიხვდნენ პირველი უყურეთ, მიხვდნენ რომ სისულელე იყო ეს ყველაფერი. და მეორე დაიწყეს, ანუ რაღაცა რომ მიხვდები რომ რაღაც არასწორია, მე მაშინ რომ იწყებ იმის ზემნას რა არის სწორი. და დაიწყეს ამის ზემნა. ამიტომაც მოხდა ის რაც მოხდა, რომ ქრისტე მათ მიიღეს. მოგვებს ეხარათ. პირველი ვარსკვლავა მოგვები ჩამოიყვანა და აქედან იწყება, ხო? ღვთის განკაცების ხარება ისრაელს, აი ეს რა ქვია, გრიგოლ ნოსელი ბრძანებს თავის ერთ-ერთ ჰომილიაში, რომელიც ქრისტეს შობასთან არის დაკავშირებული, რომ წარმართებისგან გაიგო ისრაელმა განკაცებული ღმერთის შობის შესახებ. და აი იგივე ხარ რომ მოوارგოთ ეს მსჯელობის კარგა თითოეულ ადამიანს, თუ კი ადამიანი ამ ყველაფერს დაფიქრდება, პირველი ის იგრძნობს რომ ეს არასწორია, რასაც ის აკეთებს. მაშინვე დაიწყებს ზებნას რაც სწორია და ის ვინც ეძებს აუცილებლად იპოვებს. მით უმეტეს რომ ჩვენ გვაქვს ამის გარემო, გვაქვს ამის შესაძლებლობა საქართველოში დავიბადეთ ბოლოს და ბოლოს ქრისტიანულ სამყაროში, სადაც ლამის ყველა ამოსუნ თქვა ჩვენი კულტურისა, ხელოვნებისა და ლიტერატურისა თუ ავის ფოლკლორისა ქრისტიანულ ნიადაგზეა, ხო? ამიტომ მაგრამ თავარი მაინც არის აი ეს
ბატონო გიორგი მე რასაც ჩვენ რასაც აი ვისაუბრია ამასთან დაკავშირებით რომ ადამიანი მიხვდეს რომ არ ღირს ამ სოფლის გატარება ერთმანეთის სისხლში, ერთმანეთის გავუტანლობაში და ლანძღვაგინებაში. თან მამო, აი აქ ჩავლი, აი იცით რა არის, ყველაფერი ჩაივლის და შენ რჩები ამ სისხლთან ერთად და ყველაზე ცუდი რაც არის, რომ ადამიანებს აქვთ ხოლმე ის, რომ სხვა ადამიანს არაფასებ და ღმერთს უმტკიცებ ხოლმე შენ ერთგულებას, პატივისცემას და ასე შემდეგ. ეხა იმ წირვაზე რო დადიხარ, ან რაღაცა ან ხატები გაქვს, ან რაღაც პირჯვარს იწერ. ხო, ღმერთს ამის ეუბნები, რომ ღმერთო შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ და შენთვის თუ ღმერთი ყველაფერია. როგორ შეიძლება ღვთისათვის ძვირფას ადამიანს რომელიმეს გადაუარო რაღაცა მატერიალურის გამო, ან რაღაცა ყოფითის გამო, რომელიც ხვალ მართლა მოუკვდები და ოხრად დარჩება, აი ნებისმიერი ის რაც აი ერთმანეთს გვაკარგინებს, აი ის ყველაფერი აბსოლუტურად რჩება ოხრად და ყველაზე მაგარი რა არის, რომ აი თუ მართლა ამისათვის ადამიანს გაიმეტებ, ხო? მერე შენი შთამომავლობა იმ ყველაფერს, რასაც მოაგროვებ, იმეტებენ იმისათვის, რომ გაიფლანგოს, მამო. არავის არ შეჩენია, ეხლა მე არ ვიცნობ ეგეთ ადამიანს, რომ აი სიტყვაზე დიდი თანხა აქვს, რაღაცა აი სიტყვაზე მიწები მოიართა, რაღაცა გააკეთა ყველაფერი და დაუტოვა შთამომავლობას რაღაცა სავსე ოჯახი, ხო? რომ მის შთამომავლობას ეს არ გაეფლანგოს. მე ეგეთ ადამიანს არ ვიცნობ, რომ ვინმე შეინარჩუნა თავიდან ბოლომდე. აი თუ დააკვირდებით ხოლმე ვიღაცა გაუბედურებულს ნახავ ისეც და აუ ეს იცი რა ოჯახიშვილი იყო, ეს აი მის შვილი იყო, აუ მამა აი ბაბუამისი ეს იყო, აუ ამას იცი ამ აი ეს იცით რატო ხდება მამაო, იმიტომ რომ იმ ქონების გამო და იმის გამო ბევრ ადამიანს გული ატკინა და ბევრი ადამიანი მოიწულეს და მე მისიანებიც მოიწულა წუთისოფენმა და დარჩა ესე, ხო? აი ჩვენ უნდა დაუკვირდეთ აბსოლუტურად ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენმა, კაი ჩვენი თავი თუ არ გვეცოდება მამაო, ჩვენმა ნაჭამა ტყემალმა შეიძლება ჩვენ შვილიშვილს კვილი მოკვეთოს რა. იმ მომავალს დახვდება აუცილებლად წირა და აი ეს უნდა გავითვალისწინოთ, ძალიან დიდი მადლობა მამაო, იმისაც რომ აი ესეთ ლამაზ თემას მიადექით, ახლა ჩვენ ხო იცით არ ვამზადებთ ხოლმე და თუ შეიძლება მამაო აი რას ურჩევთ კიდე იმ ადამიანებს, ვინც აი მაგალითად ბევრი არის მართლა რომ აი თქვენი თქმის არ იყოს, ცხოველსაც უყვარსო თავშილო. მისიანებისთვის ყველაფერს გააკეთებს, აი ყველას მოინდურებს, ყველას დაუშავებს, ყველაფერს იკადრებს, მაგრამ ის ვისაც კადრებს ის მისთვის არაფერი არ არის. აი როგორ უნდა ვიცოდეთ მამო ეს რომ აი შეათ ხდება ხოლმე რომ ჩვენ სწავლებაში, ხო აი ჩვენია შეიძლება რაღაცნაირად თვითონ გონია რომ სიკეთეს ვკეთებ და ღუპავთ. და პირიქით იმაშვებით ხოლმე იმის მაგერად რომ გავზარდოთ რაღაც ხო იცით აი ტრად გაზარდეო და მოყრად გამოგადგებაო რა ხშირად ხდება ხოლმე მამაო რომ ის რომ დამნაშავეა ჩვენ ვართ ამ ყველაფერში დამნაშავენი რა თუ შეიძლება მამაო კი ნამდვილად ასეა ისეთ ვფიქრობთ რომ ამ სათავე ამ მიდგომის არის ეგოიზმი ego პერსონალურად მეს ნიშნა ანუ ადამიანი როდესაც ყველაზე მეტად ფიქრობს საკუთარ თავზე და არა სხვაზე მეტიც აი თქვენ კი ბრძანეთ რომ თვითონ ოჯახშიც გვაქვს აი მაგალითად ცოლ-ქმარი არ ფიქრობს ხშირად საყვარელ განსაკუთრებით აი თანამედროვე ყოფაში სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება როდესაც მაგალითად ცოლ-ქმარი რომელიც ასე კონფლიქტით არიან დაკავებული ერთმანეთთან არ ფიქრობენ როგორ მოქმედებს ეს კონფლიქტი იმ შვილზე რომელიც ამ ყველაფერს უყურებს მეითობა როცა ოჯახები ინგრევა თქვა და ძალიან ხშირი შემთხვევა ასეთი მე ამ ბავშვებს პრობლემები აღმოაჩნდებათ ხოლმე და როცა ჩვენ ვკითხულობთ მიზეზებს დავდივართ ოჯახურ მდგომარეობამდე სწორედ და ამას არ ფიქრობენ მშობლები ისეთი აქ მარტო მშობლებზე არ არის საუბარი როცა ადამიანი უფრო მეტად ფიქრობს საკუთარ თავზე ვიდრე ანუ შედეგია ეს შედეგზე არ ფიქრობს მარტო იმაზე რომ აი მე ამისგან რასარგებელს მივიღებ ან მე ვარ მართალი და ის უნდა დაემცროს თქვა მე ანუ ეს ეგოიზმი არის ანუ ამპარტავნება იგივე ხო ეგოიზმი და ამპარტავნება ფაქტობრივად სინონიმები გახლავთ ხო ამპარტავნებას მრავალი გამოვლენა აქვს და ერთ-ერთი არის ეს ეგოიზმი ეს ყველაზე მთავარი რომ აი მე ვარ მთავარი და სხვა მთავარია მე რას ავიღებ ამ ყველაფრისგან სხვა არ მაინტერესებს ეს მიდგომა არის საფუძველი სწორედ ამ თქვათ იმისა და პირუკ ქრისტიანობისა რა ქრისტიანობა პირიქით ამბობს რომ შენ თავი დაუტო შენ ხარ მსახური თქვათ და ასე შემდეგ ამიტომ ყველაზე მთავარი რაც ალბათ ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ უნდა ასე თქვათ ეშველოს ამ სიტუაციას არის ის რომ ადამიანი უნდა დაფიქრდეს პირველი ეტაპი ეს უნდა იყოს რომ უნდა დაფიქრდეს ის რომ
მისი ცხოვრება ღირს ამ შედეგისთვის თუ არ ღირს, რასაც ის თქვათ აკეთებს. მისი ცხოვრება გამოიღებს რაიმე ნაყოფს. აი როცა თუნდაც აი თვითონ აღარ იქნება, რა სიტყვიან მასზე თქვათ. აი რა სიტყვიან, რა თქმა უნდა, კი ბატონო, ამას არ ვიგრო. თუნდაც რაც უნდა გარდაცვალებ, თუნდაც სოცხალი როცა ხარ, მაშინ რასაც აკეთებ, რას ამბობ შენზე ადამიანები, ხო? და რა ყველაზე თავი რა სიტყვის შენზე ღმერთი. აი როგორც მაცხვარი ეუბნება თქვენი სახელები დაწერილია ცათაშინა, იწერება ჩვენი სახელი ცათაშინა თუ არ იწერება. ეს არის ყველაზე მთავარი. თუ კი ადამიანი ამაზე ფიქრობს, ის მოსიყვარულე ხდება ყველას მიმართ და მოსიყვარულე თავდაბალი აი თავარი რა საოცარია ქრისტიანული მოძრობა, რომ ქრისტიანული მოძრობა გეუბნება, რომ შენ ადამიანო ხარ მსახური. რაც არ უნდა თანამდებობაზე იყო, გინდა სასულიერო კუთხით, გინდა საერო კუთხით. შენ ამ თანამდებობაზე და იერარქიაზე ყოფნა იმას კი არნიშნავს, რომ ვიღაცა გემსახურო შენ. პირიქით, შენ მსახურებას ნიშნავს. რაც უფრო მაღალ საფეხურზე ხარ, ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ მით უფრო მეტად მსახური ხარ შენზე დაქვემდებარებულისადმი. და ამის სახე თავად მაცხოვარია, ხო? არა იმისთვის კი არ მოვედი ბრძანებს უფალი, რომ მე მსახურობ, რათა მე გემსახურო და ჩემი სული დაუძვა თქვენთვის. ეს არის ფაბულა ქრისტიანობისა. ჩვენ ხშირად თუნდაც ეკლესიაში მოსიარულეთ პირიქით ცხოვრობ თითქოს კი, აი დავდივართ რაღაც წირვალოცვაზე, რაღაცას აღვასრულებთ, მარხულობ, ლოცულობ, მაგრამ ის კიდევ ერთხელ ვამბობ, მარხვა, ლოცვა ჩვენი უნდა ემსახურებოდეს ჩვენ შინაგან გარდაქმნას. აი 40 რა სიწირავს ჩვენგან ღმერთი რა ხა ღმერთი ჩვენგან არც რა შეჭირდება ხა მე ხორც შევჭამ თუ არ შევჭამ ხა ამით ღმერთს რამეს დავაკლება თქვა შევმატებ თქვა ხო ეს ხორცის არ ჭამა მე რისთვის მჭირდება იმისთვის მარტო რომ ეს იყო ჩემი მიზანი რომ ხორცი ავჭამო მაშინ ეს დიეტაა თუ მარტო ეს მახსოვს მე ხორცი ავჭამო მაშინ სწორედ ეს ხორცი არ ჭამა უნდა იმსახურებოდეს ჩემს სულიერ გარდაქმნას ჩემ მე ხორცი მოვაუძლურო უნდა იმიტომ რომ სული გამიძლიერდეს სულის გაძლიერება ეს თქვა რაღაცა კუნთობრივ გაძლიერებას ხო არ გულისხმობს საერთოდ არ გააჩნია სულს ფიზიკურობა ხო სულიერი გაძლიერება გულისხმობს სწორედ ჩემი თვისებების გარდაქმნას რომ მე თუ კი იქამდე ვინმეს განვიკითხავდი შევეცადო რომ არ გამიკითხო ვინმე თუ კი ვინმე მეზიზღებოდა შევეცადო რომ არ მეზიზღებოდეს ვინმე თუ კი მე იქამდე ვინმეს დასადმი მქონდა შუღლი მტრობა შური და ასე შემდეგ შევეცადო რომ ეს ყველაფერი გამოვასწორო ამას უნდა ეხმარებოდეს ჩემი მარხვა სიტყვა აქვე რახან მივადექით ამ თემას მინდა თქვა ეს იცით დარწმუნებული ვარ მაგრამ უბრალოდ მინდა გავიმეორო რას ნიშნავს მარხვა დამახსოვრებას ნიშნავს მარხვა დამარხვა ნიშნავს დამახსოვრებას ანუ მე მახსოვს რისთვის მარხულობ თუ კი მე მარტო მახსოვს ის რომ ხორცი ავჭამო კიდევ ერთხელ მაშინ ეს დიეტაა მე მახსოვს ის რომ ამ ხორცს და სიტყვაზე რძის ნაწავს იმიტომ არ უჭამ რომ გავაძლიერო ჩემი სული და შევიცვალო ფერის ცვალება მოხდეს ჩემი აი ესა სხვათაშორის აი მიცვალებულზეც რო ამბობთ დამარხეს მიცვალებულიო ეს საიდან იღებს დამარხა ანუ შეინახა დაიმახსოვრა მიწამ სხეული რათა საყოველთაო აღდგომისას ისევ სხეული სულს დაუბრუნდეს ეს ტერმინიც აქედან იღებს სათავეს და ეს არის აი გახსოვთ ღვთისმშობელთა მიმართებაში არის სახარებაში აი გიორგი თაწმილის თარგმანში ნათქვამი რომ ღვთისმშობელი იმარხავს მაგალითად სვიმეონის სიტყვებს მირქმისას მან დაიმარხა ანუ დაიმარხა რას ნიშნავს დაიმახსოვრა და ეს დამახსოვრებული განიცადა და განიცდის მუდმივად. ეს არის სწორედ ეხლა და რო დაუბრუნდეთ თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე ბატონო გიორგი არის ის რომ თუ კი მე ამა ყველაფერს გარდაქმნი ამას უბრალოდ ჭირდება დრო. ეს არ არის ესე რომ შენ დღეს დაიძინო და ხვალ გაიღვიძო და ანტონ დიდი გახდე ან გრიგოლ პალამა თქვა არა პირობითად ვამბობ. ამას ჭირდება დრო და დროში მარტო დრო არა დროში გაწერილი საკუთარ თავზე მუშაობა. ხო. თუ კი ადამიანი მე მინახია ადამიანები რომლებიც შეიცვალნენ. ეს ძალიან ძნელია. ვინახია ჩვენ ადამიანები რომლებიც ძალიან ცუდი ცხოვრებიდან მოვიდნენ ეკლესიაში და შეიცვალნენ, ნამდვილად შეიცვალნენ. მაგრამ ვინახია ადამიანები რომლებიც გაიზარდნენ ეკლესიაში მაგრამ არ იცვლებიან და პირიქითაც გაუარესებულა კი ბატონო მაგას ვამბობ ზუსტად რომ ეს არის სწორედ ანუ ქრისტიანობა კიდევ ერთხელ რა არის ქრისტიანობა რომ მე ვიყო უკეთესი ვიდრე ვიყავ უკეთესი ამ პარტავნებითაც კი არა პირიქით ხო თამდაბლობის გათვალისწინებით მაგრამ სამწუხაროდ აი ჩვენ და დღეს აი იმდენად უბრალოდ მიწიერმა მოიცვა აქაურობა ამ ქვეყნიურობა რომ და ჩვენი ცხოვრება რაც თავარია რომ აი ის რაც ღმერთის წესებია
ადამიანისათვის შეიძლება მიუღებელი იყოს რა, ადამიანებისათვის. აი მაგალითად ღვთის წესი არის, რომ ვიღაცა სიტყვაზე რო შეურაცხყოფს, ეს დაითმინო, ხო სიტყვაზე, მაგრამ ის რომ ვიღაცა მესამე გვერდით რა სიტყვის, ამის გამო შეიძლება არ მოითმინო, მამო. ამ შემთხვევაში აი ამას როგორ ჩავეხსნათ, მამო, იმიტომ რომ ზე მოქმედებს და ზე წოლაა გვერდიდან, მამო. ყველადან, აი, კი არ დაგიკრავენ ტაშს. აი მაგალითად ვიღაცამ ეხლა მე რო შეურაცხყოფა მომაყენოს და დავითმინო. კი არ დამიკრავენ, რომ აი გიორგი რა მაგარი ბიჭი ხარ. მე ყველა ზურგს მაქსებს და რას ეს ამ შიშა, ეს ვინ ყოფილა? აი თუ შეიძლება, მამო, აი ეს ხო ღვთის წესია, რომ აი მაგალითად ღმერთის გამო მოუთმინე და არ გავეცი პასუხი, ან რაღაცა დამიშავა და არ გადაუხადეს ამაგერო. თუ შეიძლება, მამო, აი აქ აი ამ შემთხვევაში ამ ადამიანებს როგორ ჩავეხსნათ და ღმერთს როგორ ჩავეჭიდოთ, აი ამ გადაწყვეტილებებისას, იმიტომ ძირითადად მაპატიეთ ძირითადად ჩვენი დანაშაულის ხალისებლები არიან წრე, გარემო და იგული მყოფები თუ როგორ ირეაგირებენ ამას. კი ბატონო, კი აი აბსოლუტურად სწორი აქცენტი დასვით და აი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, იმიტომ რომ მართლაც ასეა ხშირად მოდიან ადამიანები და ამბობენ აი ის რას იფიქრებს. პირველი და ყველაზე მთავარი, რომ ადამიანმა გაიაზროს ის რომ აი მთავარი ის კი არ არის ადამიანი რას იფიქრებს შენზე. მთავარი არის ის რომ ღმერთი რა სიტყვის შენზე, როცა მის წინაშე წარსდგები. იმიტომ რომ თუ კი ბოლოს და ბოლოს დადგება არჩევანი ადამიანს მის წინაშე გამოურჩნე მართლა თუ ღვთის წინაშე, რა თქმა უნდა, რომ სიმართლე რეალურად ერთი არსებობს. ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, ქრისტიანობა არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მუდმივად რაღაცა ჩაგრულ მდგომარეობაში იყოს და არც იმას გულისხმობს, რომ თუ კი ადამიანს შეუძლია თავი იმართლოს, მან ეს არ გააკეთოს. არ დაისვას საკუთარი პრინციპი, არ გამოხატოს საკუთარი სიმართლე და ამის ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს. აი პავლე მოციქული ავიღოთ, აი პავლე მოციქული, რომელიც ყველაფერს ითმენდა და რო უთხრეს პირდაპირ რომის იმპერატორთან რომის კეისრის სამჯაროს ითხოვდა რომ საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინა რომის და თან ქრისტიანობა ეხადაგა წმენდა გიორგი რომელიც ახოვნად წარდგა დიოკლეტიანეს და ამხილა რომ ის არასწორი იყო და ასე შემდეგ ანუ რას ვამბობთ ეს ზღვარი ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ უყურეთ აქ აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი როგორ იტყვი შენ სიმართლეს ანუ როგორ გეტყვი მე შენ მე თუ მართალი ვარ და შენ უცამტყვანი ხარ ამ სიმართლეს როგორ გეტყვი რომ იცი აი მე მართალი ვარ და შენ დაიღუპები ასე თუ გეტყვი იმ წამს თავდება ჩემი სიმართლე ღვთისთან დამთავრდა განკარგვებადია ჩემი ანუ თუ კი მიზანი ჩემი არის ის რომ ჩემი სიმართლე შენ გაგანადგურო ეს სიმართლე ღვთისგან არ შეიძლება და არც ადამიანი მიიღებს ჩემს სიმართლეს გამორიცხულია მაგრამ თუ კი შენი სიმართლეს იტყვი სიტუაციაში შესაბამისად და არა ნიშნის მოგებით არამედ სიყვარულით აი მაშინ ღმერთის მიიღებს შენ სიმართლეს და ადამიანის დათმობა ხშირად აი და ეს დათმობა ხშირად ადამიანებს გონიათ სისუსტე პირიქით დათმობა ყველაზე დიდი ღირსებაა და აი თქვენ წარმოიდგინეთ ორი ადამიანის რო ქიშპი ქონდეს ერთმანეთთან ხო და ერთი რაღაცას ეუბნებოდეს მეორემ რაღაცა შეიძლება მე კიდე უთხრა და ამან დაითმინა კიდე დაითმება ბოლოს განშორდა გამორიცხულია თუ ის მეორე ადამიანი თუ კი თლად ეხა ნამუსგარეს რაღაცა არ აღზრას მაშინ ანუ თუ კი შენ გინდა დაამარც მყარი გაგებით ადამიანი ხო პირიქით დაითმინე აი სულგზელებით აზლევას ჯობს ვაშკაცობით აზლევასაო ეხარხულებში როა ეს არის სწორედ ქრისტიანობა და ეს შენს ღირსებას შეგმატებს და არა პირიქით უღირსებას ამიტომ ეს არის საბოლოო ჯამში ყველაფრის საფუძველი არის სიყვარული აი ხშირად მოგვიყვანია მაგალითი მაცხოვრის და სამარიტელი ქალის საუბრისას ხო მაცხოვარმა სამარიტელ ქალს სიმართლე უთხრა უბონ არა პირდა ანუ არა უხეშობი და იმით რომ შენ სიძვაში ხარ ჩაფლული და მე ღმერთი ვარ არა ჩავიდა მის ასე თქვა ცნობიერებამდე და ამოიყვანა იმ წუნპედან სამარიტელი ქალი მაცხოვარმა ზე უნდა ჩავყვეთ ერთმანეთს ხო ხშირად ხდება ხოლმე ჩვენ რო გვეზარება ხო თუ კი შენ გინდა ადამიანს გაუგო შენ მისაგლეს და წარმოვიდგინო მისით ესა ყველაზე გაგების ყველაზე საუკეთესო გზაა მაღალი პილოტაჟია ყველაზე ხო როცა ადამიანობის რაღაცა ყველაზე მაღალ თამასაზე გახარ და ღმერთმა შეგვაძლებინოს ეს სხვათა შორის მამა ჩვენ მაგისთვისაც გავჩდით რა რომ აი ესე აი უკეთესები და ისინი ვიყო და აი ჩვენ რო ვიცოდეთ აი ერთმანეთისათვის გავჩდით ყველა არავინ ისე აი უბრალოდ მეზობელი რო არის ისიც არ გაუჩენია ისე ჩვენ უნდა ეს დავიმახსოვროთ და ვიცოდეთ რომ და ამიტომ არ უნდა დავჩაგროთ არ უნდა გადავუაროთ ერთმანეთს და ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთს ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი
ყველაფერი კარგ გისურვებთ. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენ და სანუგეშოთ ესე დღეს პატიმარმა ეს მაჩუქა მამაო ესე რაღაცა თელი დღე დამაქვს. აი იმხელა ნუგეში აი მართლა ნომერ პირველები ხართ ხანდახან ისეთ რაღაცებს ვიგებ იქიდანაც რომ რაღაცა დიდი მადლობა ყველაფერს იმიტომ რომ ხშირად ვახსენებ ხოლმე ამ პატიმრებს და ხანდახან შეიძლება გერიდებოდეთ კიდევაც და მაგიტომ არ მინდა რომ ეს სახელდაგვარებით გამოგაცხადოთ დიდი მადლობა რომ ხართ რომლებიც ხართ ყველანი აბსოლუტურად ბედნიერებას და გამძლეობას გისურვებ და უცხოეთში მყოფ ქართველებსაც კიდე დიდი სიყვარული და ბედნიერება და სიხარული ყველას და კარგად ზანდებოდეთ დროებით მამა გიორგი ვაშალომიძე იყო რომელიც გადაცემა რომ სტუმროს ხოლმე არ მინდა რომ დამთავრდეს ეს გადაცემა მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ და ესე გავიდა ეს დრო და მადლობას გიხდით ხვალ დაგიმულებთ მამა დავით ლონდარიძესთან ერთად საღამოს 8 ნახევრისათვის კარგად ზანდებოდეთ